კატოს ლიტერატურული საღამოები დაიწყო. გაიცანი რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებულ ავტორებს პირდაპირ ეთერში, ხოლო მის ნაშრომებს გადაცემა კატოს საღამოების Facebook-ის გვერდზე. ხმა მიეცი და დაეხმარე შენს ფავორიტს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. საღამოშობების რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს ლიტერატურული საღამოების. საეთერო სტუდიაში მუშაობთ წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი ევგენია ალბერტი. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემაა მწერალი და გამომცემელი. სტუმრები კი არიან მწერალი ლევან ორახელაშვილი და გამომცემელი მამუკა ხანთაძე. საღამოშობისა ბატონებო. გამარჯობა. მამუკა შენ უკვე ესე ხარ რა რაღაც შინაურობა. თანა წამყვანი ხარ მე მგონი შენ უფრო ვიდრე უბრალოდ სტუმარი. მოდით რადგან მწერალი და გამომცემელი და თემაც ესეთია დავიწყოთ იმით თუ როგორია ურთიერთობა მწერალსა და გამომცემელს შორის. დაღლი კატასავით. რა თქმა უნდა ხუმრობით. ძალიან პროდუქტიულია, ძალიან თუ გამომცემელს და ავტორს აქვს კარგი ურთიერთობა, გებენთ მაინც მაშინ ძალიან პროდუქტიული არის ორივე. კარგი, მაშინ მე როგორ გითხავ, ეცი რომ ავიენები ამბობენ რომ თანაწამყვანები თუ ცოლქმარი არა, თითქმის ცოლქმარი უნდა იყვნენ და როგორ არის გამომცემელსა და მწერალს შორის? გეტყვი, ესე იგი დაახლოებით ეგრეა. ავტორი უნდა გრძნობდეს კომფორტს გამომცემლისგან. თუ თავს კომფორტულად გრძნობს თავის გამომცემელთან, ის ხდება ძალიან პროდუქტიული. და წერს, იმიტომ რომ აქ სოციალური საკითხებიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც შემოსავალი უსტაბილურდება, ასე შემდეგ, მაგრამ აქ თავარი არ არის ფინანსური ნაწილი, რა თქმა უნდა, აქ თავარი არის იდეური ნაწილი, როგორ ახდენს ეს გამომცემელი, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, მისი ტექსტების წიგნად ქცევას, როგორ წიგნებს აკეთებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდწილად განსაზღვრავს ზუსტად ამ ურთიერთობის რაღაც სიღრმეებს, იმიტომ რომ ავტორები, როგორც წესი, ეს ხელოვანი ხალხია, კულტურული ხალხია, ხშირად ძალიან ფაქიზი ხალხია და ძალიან მტკივნეულად განიცდიან რაღაც ისეთ საკითხებს, რომელიც თქვა გამომცემლისთვის ისეთი საჭიროებო შეიძლება არც იყოს. მიჭრას მოჭრას რაღაცები ამოიღოს, მაგრამ ეს ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ნებისმიერის, თუმცა კომერციული მიზნების გამო გამომცემელმა შეიძლება იფიქროს, რომ აი მოდი ეს ნაწილი მოვაშოროთ, სულ ჭირდება ან ასე შემდეგ. ასე რომ საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს მწერალს და ავტორს. მოდი მწერლის აზრიც ვიკითხოთ. ხო, აი ეს არის საინტერესო, მწერალი რას ფიქრობს, ვინ ვის ირჩევს, მწერალი გამომცემელს, გამომცემელი მწერალს, თუ როგორ ხდება ეს ამბავი? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. და თელ ეს კომპანიას თავის შემადგენლობასთან ერთად სამართლიანობის აღდგენას ულოცავ. მადლობა. აბსოლუტურად ვეთანხმები მამუკას. აბსოლუტურად ვეთანხმები. ერთი რაღაცის გარდა. თუ გამომცემელი ჩაწვდის საჭიროდ, რომ მე ასე ვთქვათ, დამჩეხოს. მე იმ გამომცემელთან დავამთავრებ ურთიერთობას. კაია. პირდაპირ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ, მაგრამ გავითვალისწინებთ საკითხს. გიცოდე მამუკა. პატარა საიდუმლოს გავავხეთ, ჩემი ავტორია. ლევან. შესაბამისად მეორე მისი გამომცემელი. აი, თუნდაც ვითანამშრომლებთ შენ პირველ წიგნზე, თუნდაც. არა, ჩვენ შეგვიძლია სხვანაირადაც ვითანამშრომლოთ გამოცემის გარეშე. მე მაინც ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მე ხა რაღაცეები არ თქვი, მაგალითად მე და შენს ურთიერთობაში, უბრალოდ როგორც ავტორის და გამომცემლის ურთიერთობაში არის ის ძალიან მომეწონა ნაწარმოები, რომელიც მოიტანა ლევანმა, ძალიან კაი წიგნი გამოვიდა სხვათა შორის, ვიტყვი ორ სიტყვას. ქვია ასე მემედ ეფენდის მისტერიები. საინტერესოდ გადაწყვეტილი წიგნია. ძალიან ისიამოვნებს კითხვები. იყო რაღაც ჩემ მხრიდან მქონდა რაღაც მოსაზრებები, მაგრამ ვინაიდან ლევანისთვისაც პირველი წიგნი იყო, ლევანი გამოიცემოდა ოღონდ ძირითადად პრესაში, ეს მისი პირველი წიგნია, ასე წიგნად გამოცემული და მე დავწერე პირველი პერსონალური გამოფენა.
პირველი პერსონალური გამოფენა დავთმე რაღაც საკითხები დავთმე არა იმიტომ რომ რაღაცა ისეთი აუცილებლად ისეთი ხომ იმიტომ რომ კითხავს მივანდე პირველი წიგნისთვის ეს ამის საზრისი და ამის ფიქრი რაზეც ძალიან შევთანხმდით იყო გარეკანზე უსიტყვოდ დავთანხმდით ერთმანეთს იყო მშვენიერი არა მე ყველაფერზე დავთანხმდით შევთანხმდით კი გარეკანზე განსაკუთრებით ეთი რომ მამკა მაშინ რამდენი კითხვა რა შეიძლება რის გამო რა მიზეზით შეიძლება დაჩეხო მწერალი მე მსმენია არ ვიცი რამდენი რეალური ერთ-ერთი ჩემი პროფესორი გვიყვებოდა რომ სადღაც ამოკითხო ამბავს რომ ტოლსტოიმ წავკითხა თავის მეგობას რაღაც არაჩვეულებრივი აღწერა პეიზაჟის და მე თქვა რომ კარგად წერსო მაგარი სიტყვაც მიაყვავა თავის თავზე და მე გადახია იმიტომ რომ ეს საერთოდ ამოვარდნილი იყო ეს აღწერა იმ ნაწარმოებიდან რომლისთვისაც დაწერა აი შენ რა შემთხვევაში შეძლინა ტოლსტოი რო ხარ გადახევ შენსაც რა უჭირს მაგრამ ეს ხვას რო უნდა გადაუხაზო ეგ რთული საკითხია როგორც აღნიშნა ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ერთი სულთა კომერციული და ანუ თუ გამოცემა გათვლილია ყველა გამოცემა კომერციაზეა რა თქმა უნდა ბიზნესზე გათვლილი მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც საკითხები რომელიც არ ღირდეს გავიდეს რაღაც ფაქიზი საკითხი იყოს მყიდველს ითვალისწინებ ამ კონტექსტში მაგრამ არის მეორე სულთა გემოვნების საკითხი რასაც ახლა მე გარდა იმის რომ გამოცემული ვარ კაი მკითხველი მე ჩემ თავს ეძახი რომ ძალიან ბევრს კითხულობ და ძალიან კარგად ვკითხულობ ეჭვი მაგ და შესაბამისად აი როგორც მკითხველი ხო ვაფასებ ამას ხო ბაზრის პოზიციიდან ანუ აი შევიძინე ეს წიგნი მინდა ისა და რაღაცა აი შეიძლება ესე უფრო უკეთესად იყოს ან შეიძლება ეს საკითხი იყოს უკეთესი სხვადასხვა სტივენ კინგის აბრალებენ თუ მართალია მაგრამ უფრო მართალს გავს კაი ხანი აღარ წერს სტივენ კინგი თვითონ ეს ოსტატები ყავს წერის ოსტატები სტუდიაში წერის სტუდია და ისინი წერენ ეს აძლევს ესეთ იმას დავალებას ესე იგი ეხა მინდა ეს ამ სქემით რა ქვია ნაწარმოები რომ აი ესე უნდა განვითარდეს სიუჟეტი 4 კაცი უნდა მოგდეს 8 ქალი უნდა მოგდეს 1 ესე უნდა მოგდეს 1 იქიდან უნდა გამოსცეს ეს ტიპები ჯდებიან ახალგაზრდები არიან როგორც ესე წერენ ამ ყველაფერს და მე ეს ედგება და ასწორებს მაგრამ აი ეს აიდანაც მოსდის ნუ თვითონაც რო წერდეს და თქვა არაძლევდეს ამ იმას დასაწერად ანუ ეს სიუჟეტული კარგა რომ 4 უნდა მოკლას 8 უნდა გადარჩეს და ასე შემდეგ ამას ხო თვითონ ფიქრობს რაღაცა კონიუნქტურას ბაზისას ხო ითვალისწინებს რომ ამას მეტი წამკითხველი ეყოლება ვიდრე ერთი რომ მოგდეს მე აი ეს საკითხი რა ამას უკვე შეიძლება ეს გამომცემელი არ დაეთანხმოს მას ხოდაშორის სტივენ კინგის ორ სიტყვასაც დავამატებ მოდი ეს მომდევნო საათში განაგზავნოთ რადგან საინფორმაციო გამოშვების დროით გება რადიო იმედის ეთერში უსვინეთ აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით ხალხები ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მწერალი ლევან ორახელაშვილი და გამომცემელი მამუკა ხანთაძე ჩვენ საუბრობთ მწერლისა და გამომცემლის ურთიერთობაზე და სტივენ კინგის შესახებ აპირებდი შენ რაღაცის სხვათა შორის ერთ შვენიერ დღეს სტივენ კინგმა იფიქრა ეგეთი რაღაც კაცო მე ამას წერ ეს გამომცემელი გამოსცემს ფულს შოულობს მეც კი მაძლევს მაგრამ ისიც შოულობს და გადაწყვიტა გამომცემლის გარეშე გამოეცა წიგნი ანუ თვითონ ყოფილიყო გამომცემელი და ჩაუვარდა ის კონკრეტული წიგნი ძალიან ჩაუვარდა და მე კი მიხვდა თურმე რამხელა მნიშვნელობა გამომცემეს ეს იმათ საყურადღებოდ ვინც ფიქრობს რომ წერას ეგრევე სტამბაში შეუძლია წიგნი მეიტანოს და დამეშტოს ანუ მწერალი გამომცემელი არის ერთგვარი თვალი პატიოსანი ვინც ეს კრიტიკული თვალით აფასებს ამ ყველას მამუკა მინიშნებას მიხვდი ხო ის არის როგორ არის ეს პროფესია არსებობს ამ აქ რამდენჯერმე თქვენ გადაცემაში და ყველას ვეუბნები ეს პროფესია რომელიც აკეთებს წიგნს სხვა პროფესია არ მოუგონია ჯერ გამომცემელი ქმნის წიგნს ზოგადად ის მწერალსაც იქნება და რას ფიქრობს სტივენ კინგი თუ ფიქრობს წერალმა ხო უნდა წეროს პატარა კორექტირება შევიდა კატო მამუკას ნაცვლში თუმცა მთლიანად ვეთანხმები ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე ნაწარმოებს ქმნის მწერალი კი და გამომცემელი აკეთებს მის მატერიალს კი ფორმას ქმნის ეს ასეა უდაოდ ასე მამა ღმერთივითაა გამომცემელი ორი ადამიანის პროდუქტია ეს ნუ ორი ავტორის და გამომცემელი წიგნი არის ორი კომპონენტის
ხო, მამა ღმერთისა პირველად იყო სიტყვა და მე არის გამომცემელი. კი, რა თქმა უნდა. მაინც აი როგორ ხდება არჩევა, აი ეს არ გამიმხილეთ თქვენ წერალი და გამომცემელი როგორ მოძებნიან ხოლმე ერთმანეთს? ჩვენ სულ შემთხვევით მოვწერეთ ერთმანეთი, ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა წერალმა თხოვე მიაქცია ამ კაცს ყურადღება, არა, უბრალოდ ესე მითხრა რომ მე წავიკითხე და უნდა მოგეწონო შენцо. ხა იმენიც ის რომ ძალიან ბევრი დებიუტი მაქვს გამოცემული ქართველი მწერლების და წავიკითხე, მაგრამ ძალიან მომეწონა. არ დავიწყებ თვითონ წიგნებზე ნაწარმოებზე საუბარს, იმიტომ ეს სულთან კითხველს ის არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე ძალიან ბევრს კითხულობ. ზოგი ფიქრობს სხვათა შორის რომ კითხულობ, იმიტომ რომ მივიღო განათლება, მაგრამ ტყუილია, მე ვკითხულობ, იმიტომ მაგრად მსიამოვნებს. ძალიან მსიამოვნებს და იმიტომ ძალიან მომეწონა. შევთავაზე ლევანს რომ მოდი წიგნად ვაქციოთ ეს ტექსტები მეთქი და დამთანხმდა და მე მგონი კაი საქმეც გამოგვივიდა. ეხლა ვამზადებთ მეორე გამოცემას. ოღონდ აი სათაური არ შემეჩევია ჯერ მეორეს რა დავარქვა. არ მომწონს ის სათაური ლევან რო იცით. ზოგადად მოდი წერალზე ვისაუბროთ. მე გამომცემელი ამდენი დღეა უკვე გამომცემელი მოსწავლე. ესე იგი ჩეხავი სათავეს, ხო? იმ საღრავს მოვუჭერით. ხო. აჰა. მოდი მწერალზე. მე სულ მაინტერესებდა ვინ არის მწერალი. რა ხო, აი ვინ არის წერალი, იმიტომ რომ არის ესეთი მოსაზრებები, რომ თმით ძალიან აღებული ეს რუსული ალკია, მე მგონი უფრო თუ რაღაც რუსების მეიბაძვით რომ წერალი იმდენად ხმამაღალი სიტყვა რო არ შეიძლება ყველაზე თქვა. ამიტომ უცხოეთში, უფრო შორეულ უცხოეთში, ინგლისურენოვან უცხოეთში, ფრანგულიც ვიცი ცოტა, მაგრამ ესე მაინც ვერ გამართულად. რომ ვიცოდე იქ როგორ მიმართავენ მწერლებს, იქ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ხო ნებისმიერ ითვლება მწერლად, ეს არ არის არაფერი ისეთი, ჩვეულებრივი წოდებაა. ჩვენთან როგორ არის, ვინ არის, ვის ეძახიან? კი, ეხლა თან ეს რაც ეს ელექტრონული წიგნები გამოვიდა და კიდევ უფრო მეძღეთ ყო Amazon-ის ცნობილი პროექტი როა შენ ნაწარმოებს აგზავნი და დებენ რაღაცა პირობები, ნებისმიერ შეუძლებ თავის ტექსტი გაგზავნო და დადებენ როგორც წიგნს, ოღონდ შენ იხდი რაღაც ნაწილს იქ თანხისას. ზუსტად არ მახსოვს კომბინაცია. ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაირქვას მწერალი და დაწეროს. მაგრამ მაინც რა არის მწერალი? ვინ არის მწერალი? ხო, ამას ხო არავინ არ არიგებს ამ ტიტულს. თქვენ რას გვეტყვით? ზუსტად ამის თქმა მინდოდა ეხა კატო, აი ესეთი კითხვა დასვით ძალიან ესეთი ფილოსოფიური. ხო, ნუ ამას შეიძლება დიდი ფილოსოფიური წიაღსვლების დაჭირდეს, ესე მოკლედ რო ვთქვათ ეხა. ჩემი გაგებით მე სიტყვა მწერალი ასოცირდება ჩემთვის გოგოლის კალეშსკი ასესორთან დაუშვათ. აი გაიხსენეთ მისი ნაწარმოები შინელი გაიხსენეთ. აი ეს არის მწერალი. მე ესე არავინ არ მიწყობს. თუმცა ცოტა საზოგადოებასთან მებრძოლი ტიპია. აი შენ მიწვი. ზოგი მებრძოლია, ზოგი დამყოლია. ზოგი კონფორმისტიც არის. ზოგი კონფორმისტია, ხო. გააჩნია ადამიანს. მაგრამ რაღაცას ისეც აკეთებს, რომელიც სხვა ადამიანებს მე ხო, ნუ ეს კლიშე რო დაეწება მწერალი. მე კორექტივები შეიტანა საბჭოთა მე პროზაიკოს უფრო მივანიჭებ. საბჭოთა წყობილებამ შეიტანა კორექტივები ამ ჯერ ესეთი აქცია პროფესიად ერთი ხო ეს იყო ხო რაღაცა მეორე რაღაც ხელფასსაც იღებდნენ ხო რაღაცა ესე იყო მესამე შეიძლებოდა რაღაც მანქანა გემსახურებოდა რაღაცა რძე ქონდათ უფასოდ რაღაცები საოცარი ის ქონდა დასასვენებელი სახლები ხო იყო ეგეთი აი პროფესიაზე გამახსენდა ეს პატრულმა გამაჩენა რა ნუ იქ რაღაც თემაზე წავიდა ლაპარაკი ერთი მეორეს მიყვა მესამე მეოთხე მეხუთე და რაღაც უნდა დაწეროს კაცმა ნუ პროფესია ხო ეს მწერალი ეხლა გითხარი ხო კატო ეს რაღაც შინელში წარმოვიდგინე ჩემი თავი რაღაც არ მინდოდა მეთქვა და ნუ პუბლიცისტი ვარ ვერ მიხვდა
რაღაც გრაფა იყო. კონტრაბანდისტი ხარ მეკონა. არ ვიცი, არ გაუჩხრეკი ვარ ყოველ შემთხვევაში. ხო და გრაფა იყო სამუშაო ადგილი და მაქედან გამომდინარე ჩაწერაში უმუშევარი. წაგაიხო. პუბლიცისტები ფაქტურად უმუშევრები არიან, ეგრეა, ისე სწორედ ოდნია. ხო, არა, მე იქიდან გამოვედი, რომ საბჭოთა წყობილების დროს პროფესიად აქციესო, ხო, მაშინ. ხო, გარკვეულწილად ეს პროფესია, ანუ წერალი პროფესიონალი უნდა იყოს, ანუ ნამდვილად უნდა წერდეს, მაგრამ ეს ხო, მაგრამ ამაში დიპლომს არავინ არ გაძლევს და ეს არც არის სწავლება, რა თქმა უნდა, არ გაძლევს და არც არის სწავლება. მე მახსოვს ისა რა. და არც პროფესია არა. არა, პროფესიაც არ არის, რა თქმა უნდა. არ არის. აი რა არის მაშინ თვითონ არ არის პროფესია, იმიტომ მხატვარი მაინც ალბათ ეს არის მისი პროფესია, ხო მხატვარს რო კითხოთ, იგივე რეჟისორს კითხოთ. დაუშვათ არსებობს სამხატვრო აკადემია, ხო? სადაც ასწავლიან აგებას, ღერძი, სფეროს და ხა შუქჭდილები, როგორც არის, რამდენადაც მე ვარ გაცნობიერებული ამ საკითხში. თუ ადამიანს აქვს თვითმოძებული ნიჭი, გნებავთ გრაფიკის, გნებავთ ფერწერის, ხო? მე რომ მკითხო და ხედვა, მე რომ მკითხო, იმას ეს არ ჭირდება. ის ამას ხედავს. ასევეა თუ წერა მაგით პუბლიცისტი. ასევე პუბლიცისტი თუ წერა მაიტანა, ხო? აი, იცი რა, მე ისიც პუბლიცისტიკა, ბელეტრისტიკა. თან უფრო ლამაზად წერა. მოდი ესე, კი ბატონო, და წერს, ბევრი წერს. აი წერა, კალამი უჭერს, იყო ეგეთი კალამი, მამა ჩემი იტყოდა ხომ, აი ამ კაცს კალამი უჭერს, კარგად წერს, აი შეუძლია. კიდე აჭრიალებს კოლონს. ზოგი აჭრიალებს, მაგრამ მოდი გადავიდეთ რა საკითხზე, იცი? აი ვისაც კალამი უჭერს, იმის დანიშნულება რა არის? იმან ის კალამი უნდა მიმართოს ამისკენ, იმისკენ, უნდა იყოს საზოგადოებრივად აქტიური, უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური, გამოთქვამდეს თავისას, აი ხო, აი მარკესი, როგორც მისი გმირები ცხოვრობდნენ თუ როგორ? აი ზუსტად იქ მივედით კატო. ვიღაცას გონია ცუდად არავინ არ გამიგოს, რომ ვიღაც ადამიანი, ან მამაკაცი, ან ქალი, ხო, ზის ორლულიანი პარკერის კალმით, ან ბოლო თაობის კომპიუტერს აკაკუნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის უკვე შესრულება, ქაღალდზე გადატანა. იმ დიდი ტვირთის, იმ დიდი წვალების, იმ დიდი არ ვიცი ყველაფრის რა, იმიტომ რომ როცა რაღაც იდეა მოგდის თავში, რომ შენ ეს უნდა გააკეთო, შენ მაგ დროს არ ფიქრობ მამუკა არაფერზე. კატო არაფერზე არ ფიქრობ, მაშინ რომ შენ პოლიტიკურად აქტიური ხარ, აპოლიტიკური ხარ თუ როგორი ხარ, არ ფიქრობ ამას. შენ ცხოვრობ შენი გმირების ცხოვრებით, ხან ბავშვი ხარ, ხან მოხუცი ხარ, ხან კატა ხარ, ხან რა ვიცი, ლეკვი ხარ, რა ვიცი, რაც არის, როგორც არის. ეს ისე ზოგადად თუმცა თქვენი გმირები მერე გეპატრონებიან იმდენად, რომ იძულებული ხდება ხომ წერალი როგორ გმირს გაყვეს, იმ ხაზს გაყვეს, რომელიც თავიდან შეურჩე. ლარინაზე მსმენია, რომ პუშკინმა თქვა, რომ ეს რა გამიკეთა ტატიანა ლარინამ გათხოვდაო. ბუნებრივია, გეპატრონებიან აბსოლუტურად. გეპატრონებიან. ეს არის უდიდესი ტვირთი. ამის გადმოცემა ბოლომდე. ნუ მარტივად კი ბოლომდე, ნუ არ ამგონია შეუძლებელია ალბათ, იმიტომ რაღაც ისეთი გრძნობებიდეს აქ, რომელიც სიტყვით არ გადა, ნუ ლექსიკის მიღმაა ფაქტიურად, რა ეს სხვა სამყარო. კითხვაზე თუ ფიქრობ? რო წერ კითხვაზე ფიქრობ? როგორ მიიღებს? არ ფიქრობ თუ მიიღებს ამას? კი, არა. როგორ მიიღებს, როგორ მოეწონება? არა. პირველი მოდი საპარლამენტო ენით. პირველი მოსმენით არა. აი მეორე მოსმენით უკვე დავაღვინებ ცოტას, ხო? კი. მე რა ჩაუფიქრდები ხო? კი, იცი რატო?
კითხულს არასდროს არ უნდა დაუვაგო თაროებზე ყველაფერი. არ უნდა აგრძნობინო თავი იმათ რომ რაღაცას უხსნი შენ. იმას ფანტაზიის უნდა მისცე საშუალება. ზოგი საკითხი ღიად დაუტოვო უნდა. მე პატარა რო ვიყავი ძალიან მიყვარდა, ეხლაც მიყვარს არტურ კონან დოილი. როდესაც შერლოკ ჰოლმსს ვკითხულობდი, ასე ვთქვათ, საქმეს რო გავეცნობოდი, ხო? მე ვკეცავდი წიგნს და ვიწყებდი ჩემ გამოძიებას. ეს პატარა რო ვიყავ. ნუ ერთხელ მაგ მარტო გადა. ხო, ვიზაღდი, კაი პროექტი იქნება დოქტორი ვატსონი მეთქი. რეჩველებრი. ხო. მარტო ერთი მაგ მართალია გამოცნობი. მაგრამ არა უშავს. ხო, ეს ძალიან საინტერესოა. ცდილობდით კი. ამიტომ არ მიყვარს მე სხვა ჩემს ეკრანიზებების ყურება, არის ეს არ დავინტერესებული ვარ იმ წიგნის ეკრანიზებით, რომელიც წამკითხავს და მომწონებია, იმიტომ რომ სულ არ მაინტერესებს არც მომწონს ანა კარენინა, მაგრამ გამოდმებით იღებენ და სულ არ მაინტერესებს ეს ხვისი ანა კარენინა და ვრონსკი როგორ გამოიყურებენ. მე საოცრებებს იღებენ, განსაკუთრებით ამერიკელები. ისე ამახინჯებენ, ეს საოცრებას. მარტო ის რო ნახო ფილმზე წიგნი არ წაიგრო შეიძლება ვფიქრო ეს ასისრულელი დაუწერია ამას ვიღაცაზე. ხო, ეს ამ წერლისთვის ძალიან მტკივნეული უნდა იყოს ამის სინაწარმოების ეკრანიზება და როცა დევს ის რაც მას არც უგულისხმია. ეს რაღაცას მეთქი რატო მე ესე უყურებ ამ საკითხს. ფილმის გადაღების დროს ხო მუშაობს უზარმაზარი ბრიგადა. თავის ფილმის დირექტორიდან დაწყებული და ევიდან აი მას რა ვიცი. ხო. დუბლი პირველი, მეორე, მესამე, მეათასი. და ასე შემდეგ. და პუბლიცისტი. უშევარი პუბლიცისტი. არა, ხო, რა ხდება აქ? რეჟისორიც, ყველა მსახიობიც, ოპერატორი, კომპოზიტორი, იმიტომ რომ ღირებულ ნაწარმოებს აუცილებლად მუსიკალობა უნდა ქონდეს. აუცილებლად. არის თავმოყრილი ერთ პიროვნებაში. ვინც ამას ქმნის. და ბოლოს სცენის მუშაც თვითონ არის. ნუ სცენის მუშა ხდები უკვე, როდესაც სუფთა ქაღალდიგის წინ და პირველ სიტყვას იწყებ. თორე ის ყველაფერი მე ჩემ შემთხვევაში ვამბობ. ის უკვე დაწერილია. თავში არა. გულში. მე ესე უყურებ ამ საკითხს და ესე განვიცდი ყველაფერი. ამ კავშირში მე სულ ვიძაღდი ხოლმე რომ ერთ-ერთი მთავარი თვისება წერლის უნდა იყოს უკიდეგანო ფანტაზია. უკიდეგანო ფანტაზია, იმიტომ რომ კითხველი ტექსტის კითხვის დროს იმ მოცემულობას, რომელიც მხოლოდ სიტყვებით არის გადმოცემული, გონებაში აფანტაზიებს და ხატავს. რაც უფრო დიდი ფანტაზია აქვს წერას, მით უფრო დიდ სიამოვნებას იღებ აი ამ ფანტაზიის ახმის შენ თავის ფანტაზიაში მკითხველი. ეს გამოცდილი მაქვს ჩემ თავზე, იმიტომ რომ ნაწარმოების წაკითხვის დროს პერსონაჟი, აღწერა პერსონაჟის, ხო, იმას რომ წარმოვიდგენ როგორი უნდა იყოს, ხო? აი ასეთი ბექგრაუნდს უკან რა აქვს, რა აცვია, როგორ არის, რანაირია ხასიათი, ტიპაჟი, როგორი ცინის, როგორი მე ამ სიამოვნებებს, ეხლა შეიძლება მე რაღაცა ისეთ რაღაცას ვიძახი, სხვა სულ არ აქცევს ამას ყოველთვის, მაგრამ მე ჩემ სიამოვნებებზე ვიძახი კითხვის. შესაბამისად, მიმიქცევია ყურადღება, რომ რაც უფრო დიდი ფანტაზიით წერს მწერალი და აი ამპლიტუდური ის დიდი აქვს განვრცობა აი ამ ფანტაზიას, უკიდეგანოა, მით უფრო დიდ სიამოვნებებს აღწევს ჩემში. იმიტომ ჩემი ფანტაზიაც უკიდეგანო ხდება ამ დროს, აი იმის ახმისას, იმ ტექსტების ახმისას. თავის მე ესეთი რაღაცა მჭირს, შეიძლება სხვა ვიღაცა ისე მშრალად კითხულობ, შეიძლება სულ არ აინტერესებს ეგ. არა, ნუ კითხვა არსებობს ორნაირი. წაკითხვა თვალით და გულით. ამის შესახებ მომდევნო საათში გავაგზავნოთ მაშინ საუბარი, რადგან ჯერ მუსიკასთან დავუთმოთ რადიო იმედის ეთერი, შემდგომ საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი გელით და იმერ ისე ვისაუბრეთ იმაზე, თუ ვინ არის მწერალი. კატოს ლიტერატურული საღამოები დაიწყო.
გაიცანი რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებულ ავტორებს პირდაპირ ეთერში, ხოლო მის ნაშრომებს გადაცემა კატო საღამოების Facebook-ის გვერდზე. ხმა მიეცე და დაეხმარე შენს ფავორიტს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. ელდება ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მწერალი ლევან ორახელაშვილი და გამომცემელი მამუკა ხანთაძე. ჩვენ მიმოვიხილეთ მწერლისა და გამომცემლის ურთიერთობა. მეტნაკლებად ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ ვინ არის მწერალი, რადგან ამ თემის ამოწურვა ალბათ გამორიცხულია ბატონო ლევან, ხო? და თანამედროვე მწერლობასაც მივადგეთ, მოდით. თქვენ ახსენებდით ეთერს მიღმა, რომ არის რაღაცა წიგნები, რომლებსაც წაიკითხავ და მე ან მოგეწონება, ან არ მოგეწონება, გარკვეული პერიოდის მერე წაიკითხავ და აღმოჩნდება, რომ ეს შენი წიგნი აღარ არის. მე ძალიან მიყვარს, შენც ხო გიყვარს ბორხესი, მეც მიყვარს ბორხესი და ძალიან მიყვარს მის ერთ-ერთი შეფასება, რომ კლასიკური ეს არის წიგნი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით შეგულიანებული თაობები ერთი და იგივე თავგამოდებით და აუხსნელი ერთგულებით კითხულობენ. თუმცა კლასიკური წიგნებით სადავე საკითხია. როგორც გვემძანეთ, კაცმარცის რომელია დანამდვილებით კლასიკური და რომელი არა. აი რა განაპირობებს წიგნების ესე მოსვლა წასვლას ჩვენთან? ბრძანებთ ბატონო ლევან. ბატონო. თქვენ ბრძანებთ ჯერ. თქვენ დაიწყეთ. როგორც გავიცი. ისე წეგან სარეკლამო დროის განმავლობაში იმდენი ვისაუბრეთ, მე მგონი ეს თემა ამოვუწყურეთ. თავიდან მოგვიწეს. აი კატოს ვეთანხმები და ამის მაგალითად მომყავს წეღარას თქვი ყველაზე კითხვადი რომანი გაყიდვადი და კითხვადი არის სამი მუშკეტერი დღემდე სოფლიო მონაცემია ეს შერლოკ ჰოლმსი თავგადასავალი შემდეგ მოდის რომ ეთქობა უბერებელი ნაწარმოებები და ერთადერთი თავგამოდებით კითხულობს ყველა თაობა არის ასეთი ნაწარმოებები რა თქმა უნდა მაგრამ არის თაობის ნაწარმოებებიც რომელიც აი იმ თაობაშია აქტუალური მე მაგალითად სულ ვიძახდი ხა რაღაც მაგალითი მინდა მოვიყვანო ჩემაშვილმა რომ დაიწყო კითხვა, კარგად დაიწყო კითხვა წიგნების და დაიწყო კლასიკით, ასე შემდეგ და მე რაღაცა უცებ გადავიდა თანამედროვე მწერლობაზე, აი ხა ლენდლუ, ეს ვერდებერი, ქვია, უელბეკი უჭერს იმაზე დაბრუნება. კლასიკაზე დაბრუნება უჭერს ბევრი მიზეზის გამო. სამყაროს მობილურობა აპატი კლასიკას წარსულ დროში რატო ახსენებ? არა, ზოგადად კლასიკას გულისხმობ. ზოგადად კლასიკას, იმიტომ რომ მე გეტყვი რატო ესა კლასიკურ, აი ჩვენ რასაც კლასიკას ვეძახით უფრო სწორედ. არა, რაზეც შევთანხმდით. რო ვეძახდით, კი? ხო, სოფლიო შეთანხმება რაზეც მოხდა, რომ ეს არის კლასიკა. ჩვენ ხო ვისაუბრეთ სარეკლამო. აი, ავიღოთ, აი კლასიკა ავიღოთ, თუნდაც ძმები კარამაზოვები თქვით, ვახსენეთ წეღან, ვახსენეთ წყნარი დონი, ნუ ეს აქეთ რუსული მწერლობა, იქით ევროპული მწერლობა არის ასეთივე. თვითონ სტილი წერის, ისტორიის მოთხრობის გადმოცემის ძალიან სიღრმისეულია, ძალიან გაწერილია და გაწერილია იცი როგორ არის გაწერილი, შეიძლება ეს წიგნი წაიკითხო 4 დღეში, მაგრამ ემოცია და ფიქრი მასზე გყვება დიდხანს. და ხნი რაღაცა პერიოდის განმავლობაში ისევ აქ-აქ ჩაფრული, მე ხა როგორც კითხველი ჩემ ემოციებს ყვები, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი აი ხა თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს. ეს არის დროის გამოძახილი. ეს არის არ არის ნაკლები დონის თქვა, კარგი მწერლობა არის ნამდვილად, ძალიან კარგ ნაწარმოებებს წერენ, მაგრამ ეთყობა ამ რაღაცნაირად დაშიფრულია ამ ნაწარმოებებში დროის სიმცირეც. ანუ იმდენი დრო აღარ აქვს, იმდენად მობილური გახდა ცხოვრება, იმდენად სწრაფი, იმდენად ტემპიანია. ეს ნაწარმოებები ამათი აღქმაც და წაკითხვა ხდება ძალიან მალე. და მე ეჭვი მაქვს, რომ ძალიან მალევე დაგავიწყდება. მამუკა, შეიძლება ჯერ არ დაგვიწყებ ხა მე ეს თანამედროვე მწერლობა ხან წავიკითხეთ, ხო? ეხა აი მოდის წერალი წავიკითხეთ, მოდის წავიკითხეთ, მაგრამ ის დავიწყების პროცესი არ დაწყებულა. ცოტა ემოცია კიდევ არის, მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რომ შეიძლება ეს მალე დაგავიწყდეს. რაღაცა სიღრმე აკლია, ეთყობა. მამუკა, მაპატი ეგინაცოლე ჩაგიჭრე ლაბარაკში. იქნებ მოდი ნუ გამოვრიცხავ. იგივე სერვანტესის დროს, რომელიც ვახსენეთ ჩვენ შესვენების დროს, ხო? იქნებ მკითხველს იგივე აზრი ეუფლებოდა, რაც შენ ახლა გააჟღერე. შეიძლება. და მაშინაც ესე ილიადას და ოდესეას ისე ეძახდა კლასიკას, ხო? ხო.
იმიტომ რომ 50 წლის მერე 100 წლის მერე ხო აქ ის ხო არ იქნება რა ვაკუუმი სრული ეს 100 წელი ხო უნდა ვიღაცამ შეავსოს ხო ისეა კატო მეთანხმები ხო ამიტომ ესეც პირობითია მე მგონი გეთანხმები მაგრამ პირობითია შიხში ხო არ შევიდა მწერლობა. არა, მე იცით რა მგონია რომ აი მოცემულობა შედის შიხში. საბავშვო წიგნებზე რო გადავიდეთ, აი ტომ სოიერს ნაკლები ხალისით კითხულობენ ახლა ბავშვები, ვიდრე კითხულობენ იგივე ჰარი პოტერს და მე ვიტყვი რომ ტომ სოიერი ბოდიში კატო, ტომ სოიერი არის საბავშვო ნაწარმოები. ხო შეიძლება არ ვიცი, ეს არ არის ჩემი საყვარელი ნაწარმოები. ჩემი საყვარელი ნაწარმოებიც არ არის საბავშვო სხვათა შორის. არც მაუგლი. არც მაუგლი და არც ალისა. არც ალისა. ხო, მაგრამ აი ხო აქვს ჰარი პოტერსაც აქვს რომ დასრული ხალხიც კითხულობს, მე რო გამოვიდა საკმაოდ დასრული ვიყავი რომ წავიკითხე და ვერ მოვწყდე ამ წიგნს ჰარი პოტერს და იქ არის მეტი დრაივია თითქოს ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი და იქ უფრო დორედ მიდის იქნებ და იმიტომ აღარ მოსწონთ თანამედროვე ახალგაზრდებს დორედ მიდის მე ვიცახი რომ დორედ მიდის იმიტომ რომ უფრო ღრმად ჩაგახედოს რაღაცეებში. იქნა ცოტა უფრო ნელი იყო მაშინ ცხოვრება და იმიტომ. მაშინ ეტლიდან დანახული. უნებრივია ნელი იყო, აბარა. აბარა, მაგითო ვიძახი, ეს არის ჩვენი ცხოვრების მობილობიდან გამომდინარე. ეხა არის ძალიან სწრაფი. ცხოვრების რიტმი ძალიან. იქნებ ესეთი ხელს ამოსაკრავიც არ არის როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა. 100 წლის მერე რაიც რა მოხდება და კლასიკაში შევა თანამედროვე მწერლობა. ერთი თუ არ ვწდები ბრედბერის არის, თუ არ ვწდები შეიძლება იყოს მომავალია აღწერილი და მუსიკა აღარ არის და რა არის იცი მუსიკის მაგალითად სარეკლამო რგოლების დანადებები აი ეს მუსიკალური ეს რესტორანში რო შედის ტიპი და უკვეთავს მუსიკას ეუბნება რომ აი Colgate-ის ფინალი მომასმენინე რა აი ბოლოში რო ის არის და აი მას ასმენინე ხათიშოს მაგრიელობის წინაშე დღესაც დგავართ უკვე ძალიან ბევრს მოწონს შოპენის ნომერი მე რამდენია ეს ბალადა არ მახსოვს გამომდინარე იქიდან რომ ეს ფილმში აქვს უმეტესად მოსმენილი პიანისტში და ეს ტიპი პოვის იმას ხატვარი ხატა ისა ხატვარი აღარ არსებობს ნახაც აძლევ იმას დაზგას რომელიც ეტყვი რომ ეს დამეხატე ზესუმზირები და დაგიხატავს მაკეთ მივდივართ მე მგონი კაია მე ეს ძალიან ცუდია ჩვენ ძალიან შაუბნელი მომავალი დავხატეთ ძალიან ცუდია აი ეს არის არა სამწუხაროდ ყველა წინაპირობა არსებობს იმის იმიტომ რომ უკვე გამოიგონეს რობოტები რომელიც სადილს გიმზადებს გემსახურება ყველანაირად სახლში ხო გახوارს ამბობე ხო საერთოდ ჩვენ დრო იწურება ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და მამუკა მაშინ დაგვიანონსე პარასკევის გადაცემა რაგველი შენთან ერთად პარასკევს ჩვენი სტუმარი იქნება გამომცემლობა სიესტას დირექტორი ქეთი კიღურაძე და ჩვენი საუბრის თემა იქნება წიგნის ფესტივალები როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მეტად საინტერესო ინფორმაციებით მეტად საინტერესო და სახალისო ამბებით და ძალიან კაი მოსაუბრე გვეყოლება ქეთი. კეთილი. ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენი სტუმრები იყვნენ მწერალი ლევან ორახევაშვილი და გამომცემელი მამუკა ხანთაძე. მადლობას გიხდით სტუმრად მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ ჩვენს მსმენელს ყურადღებისთვის. გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. მადლობა. უსმინეთ, აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით.